მე როგორ ახლა? ხალხი გამოვშვიდეთ აი ეს შემოერთა. ბატონო. მე არ მინდა რომ ძალიან ბევრი გაგახსენოთ და მაგრამ ყოველ შემთხვევაში დღესდღეობით ტელევიზორში ჩართვა და აჩვენებენ იმ ადამიანს, ვინც გამოგზავნა რუსეთმა და ვისაც უნდა რომ აქ კიდე აირიოს ყველაფერი და ამ ქვეყანას მეტი შანსი არ აქვს. ზუსტად გაგახსენდებათ ის 90-იანი წლები და ის ადამიანები არიან, ვინც გამოჭამეს ეს ქვეყანა რა. შედგა სახელმწიფო, შედგა ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია რომ თავის ხალხის გვერდითებს. მოხუცებულობა ყავს სახში და დაზღვეულია. ხო არის შეღავათი? არის შეღავათი. მომავალი წლიდან ჩვენ ვაპირებთ 16 წლამდე ბავშვები დავაზღვიოთ და 2 წელიწადში საქართველოში ვაპირებთ რომ ყველა ადამიანი დაზღვეულოს. ეხლა ზოგიერთებს რო გონიათ რომ ეს ადამიანი მოდის იმიტომ რომ ის რა ქვია. აქ რაღაცა კაკები უნდა დაარიგოს. ხალხო უნდა კარგად დავფიქრდეთ რა. ან საქართველოს მიდის ბნელეთში და უკონში ისევ, ან საქართველოს აქვს მომავალი. აი ამ ბავშვებს, რომლებიც არავიზე ნაკლები ქვეყანა არ აქვს, არავიზე ნაკლები ნიჭიერები არიან და არავიზე ნაკლები შეხედულება არ აქვს, რაღაცა ერთჯერადი კუჭის გაძღობის მოლოდინის რეჟიმში არ უნდა გადავაყოლოთ ამათი მომავალი რა. დაზღვევაზე რა, რომელიც 6 წლამდეა პენსიონერები და სტუდენტები. იქ არსებობს პაკეტი და ნათლად წერია რას ემსახურება და როგორ არის და აი დენი, გაზი, რა ვიცი მე ნელ-ნელა ყველაფერს აკეთებენ და რა ვიცი მე ახლა ყველა პოლიტიკაში მე ვერ წვერყვევი ყველანაირად. გამგებელი, გუბერნატორი, რას აკეთებენ? აქვთ აგიტაციის უფლება? ხომ იცით რომ არა აქვთ კანონით? არა აქვთ. მე რა იყო ეგ? და დაპირებები წინასაარჩევნო. რომელშიც თუნდაც იმ დაპირებებში გამგებელმა და გუბერნატორმა ხმარ უნდა ამოიღოს. ის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის გუბერნატორი და გამგებელია? ჩემიც არის. და მე არა ვარ მაგათი მომხრე. რო იძახის რომ ბნელი ძალა მოდის და უკან გვაბრუნებს და რა იცის მაგრამ ბნელი ძალა მოდის თუ ნათელ. ეხლა ვართ ნათელ ქვეყანაში? და დაანგრევს. როცა პოლიციას აფინანსებდა და აღჭურვა ყველაფრით. როცა სამხედრო ყველანაირად აღჭურვა, მაშინ არისო რუსული ფული? ეხლა გახდა ხო რუსული ფული? იმიტომ რომ გზნობენ რომ აგებენ. აი წყალი უნდა გაგვიკეთოს, კაცო, ძალიან და წყალი რომ უნდა გავკეთოს, ეგ არის მაგის ვალდებულება. ვალდებულება, ნუ გაყვედრის. ისეთ დღეში ვართ ამ წყლის გამო. მაგაში ხელფასებს იღებენ და იღებენ ბიუჯეტიდან. აი იმ ბიუჯეტს ავსებს მე, შენ და ჩვენაირი ხალხი. წყალი უნდა რას მაყვედრის ან წყალს ან დენს ან გაზს. მაშინ დაბრუნეს საბჭოთა კავშირში, წყალიც აქონდა, დენიც აქონდა, სამსახურებიც აქონდა. ქუჩები რა დღეშია ნახეთ. უნდა გაკეთდეს ეგეც და ნელ-ნელა გააკეთებენ. და აპელირებას აკეთებენ რუსეთ შემოსვლა თუ უნდა ივანიშვილი ვერ დაუშლის და ვერც სააკაშვილი ვერ დაუშლი და მაშინ 30 კილომეტრში